სანამდე ვიდეოს დავიწყებდეთ, მანამდე ორიოდეს სიტყვით მოგიყვებით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. არის ესეთი ავტომოყვარულთა ჯგუფი, Revfest, რომლებმაც ჩვენ დავპატიჟეს ერთ-ერთ შეკრებაზე, Mustang Team of Georgia, რომლის წარმომადგენელი ვარ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მე. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მანქანა ეხლა არის აწყობის პერიოდში და მაგის გარდა მქონდა რაღაც სხვა საქმეები, ფიზიკურად ვერ მოვახერხე წასვლა, მაგრამ წავიდა ჩემი ოპერატორი, რომელმაც აიღო ძალიან კარგი კადრები და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თქვენთვის იქნებოდა ეს ვიდეო ძალიან საინტერესო. იმდენად მაგარი დღე იყო, მოკლედ ძალიან გული დამწყდა, რომ მე ვერ წავედი და როგორც წეგან აღვნიშნე, ჩემი მანქანა არის აწყობის პერიოდში და მომენტში და რატომ? იმიტომ რომ როდესაც მე ეს ჩემი მანქანა თავინებოლომდე გადავღებე და განვაახლე, გამოყვანილი მყავდა 2 დღის, როდესაც უკნიდან დამეჯახდნენ, მე გაჩერებული ვიყავი და სამწუხაროდ ეგეთი ცუდი ფაქტი მომიხდა, რის გამოც ეხლა ისევ აწყობის პერიოდში არის და ამიტომ ვერ წავედი მოკლედ ამ შესანიშნავ დღეზე, რაც მინდა აუცილებლად კიდევ ასევე აღვნიშნო ბიჭებო, ძალიან მიხარია რომ ამდენი ავტომოყვარული არის საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობენ დღეს რომ ჩვენ ავტომოყვარულები შევზღუდონ ბევრ რამეში, იქეთ მოიგონეს რაღაც მაყუჩების კანონი, აქეთ ეხლა 6 წელზე ძველ მანქანებს ვერ ჩამოვიყვანთ, ეგ არის კიდევ ცალკე კატასტროფა. მოკლედ და ვრჩებით ის ადამიანები, რომლებსაც ყავს ჩვენ ძველი მანქანები, შედარებით ძველი მანქანები, რომლებიც არის შიდაწვის ძრავზე მომუშავეები. ამიტომ ძალიან მინდა მოკლედ რომ ერთად რაღაც მოვიფიქროთ, ამ კანონის წინააღმდეგ გავილაშქროთ და ძალიან რთული არის რომ ეხლა წარმოიდგინეთ 2015-2016 წლიან Mustangs რო ვერ ჩამოიყვან Dodge-ს ან Camaro-ს და ესეთ კარგ მანქანებს, ეგ რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი, აქეთ არის კიდე გერმანული მანქანების მოყვარული ადამიანები, BMW-ები ეხლა წარმოიდგინე 2010 წლიან ან Mercedes რო ვერ ჩამოიყვან, ეგ ძალიან მოკლედ ცუდი მომენტი არის და მე ვფიქრობ რომ ეს არის ჩვენი ძალიან დიდი შეზღუდვა, რაც არის ყოლა დაუშვებელი და აუცილებლად ბიჭებო ერთად უნდა დავდგეთ და გავილაშქროთ აი ამ არასწორი კანონების წინააღმდეგ. მოგიწოდებთ ყველას, ვფიქრობ მე რომ ალბათ დაიგეგმება და დავგეგმავთ რაღაც შეხვედრას ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ჩვენი სიტყვა და ჩვენი პროტესტი დავაფიქსიროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ, გადავიდეთ პირდაპირ ვიდეოზე და ჩვენი დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არის ხაზა კაპიტალი. Yo, I'm taking risks, getting my paper right. Karma might get them, they gotta pay the price. I'm feeling low, it could be worse. All of my VV shine. I've been up and down, they gotta feel me now. Price went up and they hear me now. Back then they wouldn't hear me out. Absent, I gotta make it count. My main 110 and I say that loud. Back, you're talking hot, I told bro take that down. I feel like Trent, right back talk of the town. I missed that cool, it weren't about bread. Heard I'm acting different. Got no time, she thinks it's lies. She wanna act too distant. My members real, that's hard to find. Cause these days loyalty's missing. Omorjo Saba, გვითხარით ვინა ხართ? რა ხდება დღეს და რატომ ვართ მცხეთაში? მცხეთაში გამარჯობა. მე ვარ ალექსი, ერთ-ერთი ორგანიზატორი Revfest-ის და ჩვენი დღევანდელი გეგმა არის რომ ხალხს გავაცნოთ ჩვენი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, და საქართველოში არა მარტო თბილისში გავზარდოთ ავტომობილების მოყვარულები, ასე ვთქვათ, და ეს კულტურა გავანვითაროთ, ასე ვთქვათ, და ბევრს გავაცნოთ. გასაგებია. დღეს რა გვაქვს გეგმაში? აი მაგალითად ახლა ჩვენ შევიკრიბეთ დომინოზე და პარკინგზე და აქედან წამოვედით და მარშრუტი როგორ გაქვთ აგეგმილი რასთან დაკავშირებით დაიგეგმა ასე და რა ვიცი, მომავალში კიდევ თუ გეგმავთ მსგავს აქტივობებს. ეს ყველაფერი რა ვიცი, აინტერესებს ჩვენს მაყურებელს. სერგი ხაზარაძის ვლოგის მაყურებელს და არა მარტო. გითხარი აბა 1-2 სიტყვა თუ გინდათ ვინმე დაიხმარე თანაორგანიზატორი კიდევ. ჩემი ნახარ? მე ვარ ლუკა, ვარ ორგანიზატორი, ასევე ფინანსური მენეჯერი და მენეჯერი Revfestivalis. აი რა გვაქვს დღეს გეგმაში აბა რო გითხარით 1-2 სიტყვით. დღეს ჩვენ გვაქვს გეგმაში გასვლა, გასვლით შეკრებას ვატარებთ ამ მომენტისათვის, ისე ვაკეთებთ ლილოზე. მასშტაბურ შეკრებებს, ასე ვთქვათ, სადაც მოდის 150 ავტომობილზე მეტი. მაგრამ დღეს, რადგან გასვლითი ფორმატით გვაქვს, ჩვენ ყავს მიახლოებით 15-20 მანქანა. ანუ რაღაც მოთელვის მსგავსია, ხო? დღევანდელი ღონისძიება როგორც ვთქვათ, რომ ვისაც არ შეუძლია თქვათ თბილისში მოსვლა და დასწრება ლილოზე, რომ ანუ არ დავტოვოთ ხალხი დაჩაგრული და ყველას გავაცნოთ მცხეთაში, ქალაქგარეთ, სადაც შეგვიძლია. ჩავიდეთ პატარ-პატარა კოლონიებით, ესე ვთქვათ, რომ ვანახოთ თბილისის მასშტაბურად, ანუ იქ რა ხდება, იმის ერთ-ერთი პატარა ნაწილი, რომ გაიცნონ კარგად ჩვენი შეკრება. ანუ ძალიან კარგი პროპაგანდა, ასე რომ ვთქვათ რა. აქედან სად მივდივართ მე ბიჭებო? აქედან ჩვენ ვაპირებთ გასვლას შუა მღვიმეში.
აჰა, შვენიერი, ძალიან ლამაზი კადრები იქნება. მოდით დავათვალიეროთ ახლა წარმოდგენილი მანქანები. თქვენ გეცოდინებათ ეს კონკრეტული მანქანა მაგალითად. ეს არის M550, G30. უშუალოდ ეს არის M3, F30. არ არის F80, მაგრამ F30-ია, 335 არის გაკეთებული 480 ცხენის ძალაზე. ეს არის კი ბატონო, ეს არის ჩემთვისა. კი ბატონო. ეს არის CV63, მაგრამ ბირკით 350. წავედით ამერიკულ კუნთებთან. C3 კორვეტის ერთ-ერთი მშვენება. სხვადასხვა ძალიან მომრავლდა ამ ბოლო დროს ჩვენთან ძალიან ბევრი დადგა. საქართველოში მართლაც რომ მომრავლდა, ხო. ეს კონკრეტულად ჩენი არის, ხო? ესაა ჩემი რა და იმით ამაყოფ რომ რავი, მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ თბილისში, ვინც თითქმის ყოველდღურად დაყავს მანქანას და გარაჟში არ ვალპობ რა. აჰა, შვენიერი. ყველაზე ლამაზი გერმანელი მე მგონი დღეს წარმოდგენილში, ხო? თუ არ დამეთანხმებით, იმაში ხომ მაინც მეთანხმებით, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი ძალიან ლამაზია. კი ბატონო. Porsche 911, რომელიც აი სასწაულად დადის ტრეკზე. Mustang 2016-იანი, კი ბატონო, 2 და 3 EcoBoost. Mercedes-Benz C63 S. მაგრამ 204 კუზაო მე მირჩენი იქიდან გამომდინარე რომ არის 6 და 2 ატმოსფერული ძრავით. M3 F80. ეგეც კი ბატონო. M5 F80. M-ში ვარ ჩაფლობილი. უმეტეს ნაწილად კი ბატონო. ამაზე კონკრეტულ ავტომობილზე მე ვისაუბრებ 2005 წლის 4 და 6 მოდულური ძრავით ლეგენდარული ავტომობილი და თავის დროზე ასე ვთქვათ გადაარჩინა Mustang-ის გაყიდვები წამოწია, იმიტომ რომ ამის წინა კუზაოს ბევრი ეძახდა რომ არა აქვს Mustang-ის ფორმებიო, ნუ ბევრი ეძახდა, მაგრამ ნამდვილი Mustang-ები ვაღიარებთ რომ ისიც არანაკლებად ბრუტალური არის. Cobra Terminator-ი, კი ბატონო, გავაგზავნოთ შემდეგი ლეგენდარული იაპონელზე Toyota Altezza RS-ის ძრავით 2-დან 2, კი ბატონო. RS-ის ძრავით არის 2-დან 2 i4 და გადავედით ხაფანგი, რომელსაც უმეტეს ნაწილად საქართველოში ვერი შოვა. ფარი, იმიტომ არ აქვს რომ მოდი აქ ნახე რა ხდება. ვიზუალური მხარე და არა მარტო ვიზუალური. ლეგენდარული ფარამოღებული ტროიკაც ყავს წარმოდგენილი. ხაფანგი, რომელსაც იყენებენ საქართველოში სასრიალოდ და ყველა პატრონი, რომელიც გამიცნია, ამბობდა, რომ სასრიალოდ სტრიტში არის საუკეთესო მანქანა. ასევე წეხან ერთ-ერთი მშვენიერესი მანქანა ჯეტაო და აქეთ თუ მივიხედავთ შელბორაო, თუ რა ვძახი? შელბარო, ბიჭო, შელბარო. მე იქით გადაუღე, შელბარო. მოგეთ მადლობა ბიჭებო, დახმარებისთვის და შემდეგ კიდე რაღაცებს მოვიფიქრებ და ჩავწეთ. შენ რა გაცინებს, ა? აუ არ გამოაჩინა, ძალიან მარცხენა როგორ აწითლდა, შეხედე. ო, დებილია, ბიჭო. ეგ აკეთა ხო? დებილის ეს დაგიმახსოვრე რა. აი, დაბა, აი, ბიჭო, ეს ამაგარი კამეროები არიან იქ? კამეროები რა. შეეშვი, მაგარი. ყოჩახ საბა, ყოჩახ. Yo, I'm taking risks, getting my paper right. Karma might get them, they gotta pay the price. I'm feeling low, it could be worse. All of my VV shine. I've been up and down, they gotta feel me now. Price went up and they hear me now. Back then they wouldn't hear me out. Absent, I gotta make it count. My main 110 and I say that loud. Back, you're talking hot, I told bro take that down.